მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ახალ ვიდეოს, სადაც გავარჩევ დარიგებებს, კერძოდ გავარჩევ ერთ-ერთი რეგულარი დარიგებას, რომელსაც აქვს YouTube არხი და აქვს სტრიმები. მე გავუწევდი რეკომენდაციას ზოგადად პოკერის სტრიმებს. მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ, ვინაიდან პოკერის პოპულარიზაციას ემსახურება სტრიმები და თუ ჩვენთან მოთამაშეებმა არ მოახერხეთ ამ პოკერის პოპულარიზაცია, თვითონ ონლაინ კაზინოებს დიდად არ აინტერესებთ ეს ამბავი, იმიტომ რომ მაგათ უფრო მომგებიანი თამაშებიც აქვთ, ან თავისთვის უფრო მომგებიანი თამაშები. და ვფიქრობ, რომ პოკერის პოპულარიზაცია მით უმეტეს ისეთი ფორმით, როგორც არის აი ინტელექტუალური თამაშის სახით, პოკერის პოპულარიზაცია საკმაოდ ნორმალური საქმეა და გირჩევთ, რომ გადასულიყავით, შეგეხედათ, დარწმუნებული მოგეწონათ. მით უმეტეს ტურნირები გაინტერესებთ, ბევრი მიკომენტარებს ხოლმე ტურნირებს სტრიმავს ეს ადამიანი და ომაჰასაც თამაშობს, ასე შემდეგ და ერთი აი ესეთი ძალიან კარგი ვიდეო დადო, ვისაც აი კრიპტოვალუტაში ჩარიცხვები და რაღაც ეგეთები აინტერესებს. ბევრი მეკითხება ხოლმე მაგ თემაზეც და აქ არის ეგეთი ვიდეო. ჩვენი საკითხი ეს არ არის, ჩვენი საკითხია კონკრეტულად დარიგებების დაკომენტარება, აქ დევს ჰაილაითები, ჩვენ დავაკომენტარებთ დღეს დარიგებებს და მინდა აქვე დავამატო ის, რომ ეს ფორმატი მინდა რომ შევინარჩუნო სხვა ვიდეოებშიც, შესაბამისად გამოწერებს მოგიწოდებთ, რომ აი დაახლოებით ამ ფორმატში გადაიღოთ დარიგებები, რომელზეც განსაკუთრებით ისეთი დარიგებები, რომელზეც რაღაცა შეკითხვები გაგიჩნდებათ, აი რა უნდა მექნა იმ სიტუაციაში სწორად დავავლინე თუ არა და რაღაც აი დაახლოებით ეგეთები რა, ეხლა ან ჩვეულებრივი ისედაც გასაგები დარიგებები შეგიძლიათ არ გამომიგზავნოთ, ანუ რაღაც ისედაც ცხადი რო იყო, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ მაინც ჰაილაითი იყო, მაგალითად აი ტუზები კაროლებზე თამაში და რაღაც ეგეთი არა. ესეთი საინტერესო დარიგებები თუ იქნება რამე, შეგიძლიათ გადაიღოთ, გამომიგზავნოთ, თქვენთვის საინტერესო, ლიმიტს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ხო, თუ დამიგროვდა რა ვერთი 10 დარიგება დავუშვათ, 10 შევა 5 საკმარისი იყოს, ნახოთ. მე ცოტა ლაპარაკი მიყვარს და დავეთ ერთ ნახევარსაათიანი ვიდეო შევა გავაკეთო, დავდო და ესე გამოწერების დარიგებები დავაკომენტარო. შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ გადაიღოთ დარიგებები. ისედაც თქვენთვისაც მე გაარჩიოთ ეს დარიგებები და ვიდეოები და გამომიგზავნოთ დავუშვათ მე და მე დავაკომენტარებ. კარგი, ეს გასაგებია. მოდი ხა ჩვენ გადავიდეთ უკვე დარიგებებზე. რამდენიმე დარიგებას ვუყურე, სხვადასხვა რაღაცა საინტერესო ამბები იყო. მე აქ მაქვს კიდე ფლოპზილა, სადაც ერთ დარიგება უკვე შევიყვანე, რომელიც საინტერესოა და მოდი ჯერ დარიგებას ვუყუროთ და მე ფლოპზილაში ვნახოთ ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესე იგი, სიტუაცია შემდეგი. მოდი ბოდიში თავიდან, ესე იგი, გვაქვს NL70, ესეთი უჩვეულო ლიმიტი, ეს ლიდერბეტსია, ესეთი ლიმიტი. მე ავიღებდი ამ ლიმიტს, მაგრამ რას ვიზამთ? რახან არის? გვიწევს თამაში. შემდეგი ლიმპი, ვალეტებით ნუ სტანდარტული იზოლირება. და მივიღეთ რეიზოლეითი. ან ტრიბეთი, ნუ რეიზოლეითი ქვია ამას. ოპოზიციოთ დაქოლა ჩვენმა გვირმა ამ შემთხვევაში ტრიბეთი, მე ვინც მიყურებს ხშირად, ალბათ იცით, რომ ოპოზიციო ტრიბეთების დაქოლასთან ცოტა ცუდი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ სპეციფიკური სიტუაცია იყო, ვაღიარებ, ანუ რეიზოლეითი იყო და შესაბამისად ოპონენტი ჩვეულებრივ ტრიბეთზე უფრო ძლიერ რეინჯს აჩვენებდა. მე მაინც ფორბეტისკენ წავიყვანდი ამ ვალეტებს. მით უმეტეს ოპონენტი ჯოკრის მამა საუბრობთ რეგულარია, იმიტომ რომ აჭარაზე იგივე ნიკით რეგულარია და საუბრობთ იგივე მოთამაშე იქნება. და საკმაოდ ისეთი უხერხული და აგრესიული მოთამაშეა. მე მითამაშია ამასთან საკმარისი დისტანცია და ვიცი, შესაბამისად ესეთ ოპონენტთან მე რა ბლაინდის წინააღმდეგ ორი ვალეტი ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად ფორბეტით და მე ალბათ სტეკზე თამაშით შეიძლება ვათამაშოთ. მაგრამ დინამიკას გააჩნია, შეიძლება იყოს ესეთი დინამიკა, სადაც აი ბევრი ტრეში ქონდა იმას რეიზოლეითის რეინჯში და დავუშვათ არ უნდოდა რომ გამოეთიშა ეს ტრეში დავუშვათ ფორბეტით და დავუშვათ პოსტლოპი ეთამაშა ვალეტებით. მაგრამ აი დაახლოებით მაგ გადაწყვეტილებას მე მაინც უფრო ძლიერი ჰენდებით მივიღებდი, აი დამები ერთი ბერისტუს კაროლი დაზევით და ვალეტებს მაინც უფრო ფორბეტისკენ წავიყვანდი, სავარაუდოდ. ნუ გავიგეთ. მაგრამ აი ბევრი რეგულარისთვის და მათ შორის რაღაცა სიხშირით სოლვერისთვისაც ამ სიტუაციაში ქოლით მიღება ტრიბეთის ოპოზიციოთ თუნდაც ვალეტებით საკმაოდ ისეთი სტანდარტული ქმედებაა. უბრალოდ ეს ჩემი გემოვნებაა, რომ მე ფორბეტებისკენ ძალიან ანუ ფორბეტება მიყვარს და პრეფლოპზე გადაწყვეტა, ვიდრე ეს. მივიღეთ საკმაოდ დიდი საიზინგით სიბეთი და უბრალოდ დავქოლეთ. ოპოზიციოთ და თერნი დაუჭერეთ. ფლოპზე პირდაპირ რეიზით თამაში შესაძლებელი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ
ოპონენტმა ესე დიდი საიზინგით გააგრძელა აგრესია, რომ რავი, შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ქონოდა, მომლუდინე ხელებით დაწყებული, მზახელებით დამთავრებული, ფლოპზევე შეიძლებოდა რეიზით თამაში, თან ოპონენტს ექნებოდა საფუძველი, რომ მაგალითად ჩვენ დავესვით რამე მომლუდინე ხელზე, იმიტომ რომ მაინც ფლეშ დრო ბორდია, დიდი ბორდია, ტრიბეთის რეინჯი ხა მეტნაკლებად აჯდება ეს ბორდი. და რავი, თუ ოპონენტს რავი უჭირავს ის ხელი, რაც იდეაში უნდა ეჭიროს, რაღაც ტუზები, კაროლები დაუშვათ. ფლოპზევე შეგვეძლო რომ დაგვეკულერებინა რა. კარგი კულერველი უქონა ამ ვალეტებს. თუმცა თუ ისე დინამიკა იყო, რომ ოპონენტისგან ბევრ ბლეფებს ველოდებით, მაგ შემთხვევაში ჯობდა რომ ხო, გაგვიგრძელებინა კოლით თამაში. კაი, გავაგრძელოთ. მივიღეთ 1/13 და all-in. აი ეს all-in უკვე მომწონს, იმიტომ რომ თუ ფლოპი არ დავარეიზეთ, მაშინ turn-ის check push-ი turn-ზე უკვე კარგია, იქიდან გამომდინარე რომ ოპონენტი კი პატარა საიზინგით გამოდის, რაღაცა block bets გავს, მილიონი მომლოდინე ხელი შეიძლება აქ იყოს, ეს არის ორი flash draw board-ი და შესაბამისად push-ი. ნუ push-ის გარდა აქ სხვანაირი raise-ის დიდად აზრი არ ქონდა, რაც შინაარსით იგივე push-ი არ იქნებოდა. არ გამოდიოდა ეგეთი raise-ი, ნებისმიერი raise-ი აქ თითქმის უკვე push-ის ტოლფასი იყო, უკვე SPR-დან გამომდინარე და ან პოტის ზომიდან გამომდინარე და მივიღეთ აქ call-ი და ვნახეთ რივერი, სადაც ოპონენტს აღმოაჩნდა ესეთი ტოპ წყვილი და კომბო დრო, რაც ერთი შეხედვით ძალიან ძლიერი ხელია. მე ძალიან ბევრი ესეთი call-ი გამიკეთებია ცხოვრებაში, ანუ ისე არ გამიგოთ რომ ვაკრიტიკებ ოპონენტს ან რაღაც ეგეც, მაგრამ ვფიქრობ რომ აი ამ მონსტრის დაყრაც შეიძლება ამ სიტუაციაში, აი იმ push-ზე რა push-იც მიიღო ოპონენტმა და მინდა რომ უცებ შევხედოთ ფლოპზილაში მაგ დარიგებას. ესე იგი, ხო, აქვე მინდა რომ გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ აქ რაღაც დინამიკა იქნებოდა, ტრიმაქსია და აქ ათასნაირი დინამიკა იქნებოდა და რაღაცა იმ სიტუაციაში, აი იქ უნდა ყოფილიყავიო, ხო, ის ისტორიას რომ მოყვებოდა, რაღაც ეგეთი ფაქტორები იქნებოდა. ჩვენ ახლა ამას ვაკუუმში ვაანალიზებთ. აქ ახლა, ხო და ეგ ფაქტი გავითვალისწინოთ რა. აქ ახლა ოპონენტმა გადაიხადა აქ თითქმის 90 დიდი ბლაინდი, იმისათვის რომ მოეგო დაახლოებით 253, ხო, 248, ნუ რეიქი გამოვაგდა, მე 248 დარჩა და ხო, გამოვიდა რომ დაახლოებით აი 95% შემთხვევებში რომ მოეგო ოპონენტს, ანუ ერთხელ 1/13-ზე უფრო ხშირად რომ მოეგო, მაინც მინუსავი კოლი იყო რეიქს გათვალისწინებით. ანუ სადღაც კარგ შემთხვევაში 1-40% ეკვიტი მაინც ჭირდებოდა ოპონენტს რომ მოეგო. აქ შევიყვანე ოპონენტის ჰენდი, ფლოპი რაღაცები, ეს ახლა ყველა რო აღარ გაყურებინოთ და დაახლოებით აი მზახელების წინააღმდეგ როგორ იდგა ოპონენტი, ეს ნახოთ. ეზავს ესენი მოხსნა. ხო, ნუ დავუშვით ახლა სხვადასხვა ფერის ტუზკაროლი ჩვენი რეიზოლეტის კოლის რეინჯი იყო. შეგვეძლო ტუზები დაგვემალა ან კაროლები, ნუ დამებიც იგივე ვარიანტი შეიძლება და ვალეტები გვყავდა კიდევაც. 10-იანებიც არ იქნებოდა გამორიცხული, თუმცა ფლოპზე შეიძლება 10-იანები უკვე დაგვეყარა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ ვერანაირად. ერთი ფერის ტუზკაროლი შეიძლება გამოვრიცხოთ. იმიტომ რომ ფორბეტში უფრო ჯობდა, მაგრამ აი ტუზ დამა დავამატოთ, კაროლ დამა დავამატოთ. всё. ეგ არის და ეგ. მოდი აი დაახლოებით ამ რეინჯთან შევხედოთ როგორ დგას ჰენდი. ანუ მზახელები, მოკლედ აი რა მზახელები შეიძლება გქონდა, რასთანაც აი ეს მომლოდინე ხელი არ იდგა კარგად რა, მაგის თქმა მინდა. რეალურად ანუ ოპონენტის კოლი ამ შემთხვევაში აი იმ მომლოდინე ხელის, ნუ ტოპ წყვილი ანუ ყველაფრიანად რო იყოს გამართლებული, უნდა დავამატოთ ოპონენტის რეინჯს, უნდა დავამატოთ ბლეფები. ანუ ეს არის სიტუაცია, სადაც ოპონენტის მხრიდან თუ ბლეფ ფუშებს არ ელოდებით, რაც აი მაგ სიტუაციაში მე არ ვიცი ამდენად ელოდებოდა, ამდენად არ ელოდებოდა, მაგრამ ისე აი ყოველი შემთხვევისთვის რო ვიცოდეთ, რომ მსგავს სიტუაციებში თუ ოპონენტისგან ბლეფ ფუშებს არ ველოდებით და თუ ხვდებით, რომ მზახელს ვეთამაშებით, მზახელის წინააღმდეგ ზოგადად თუდად გავართ ხოლმე და ეს დარიგება იმიტომ ავხსენი ახლა მე რომ ჩვენ მეც მათ შორის და ბევრი მოთამაშეები ხედავ რომ ანუ მომლოდინე ხელებს ძალიან გადაჭარბებით აფასებენ. სიამოვნებაში მომლოდინე ხელებს არ აქვთ ეგეთი კარგი equity, როგორც წესი, მით უმეტეს ესეთი აგრესიული სვლის წინააღმდეგ. კარგი, გადავინაცოთ შემდეგ დარიგებაზე. ხო, შემდეგი დარიგება, მოდი თავიდან დავიწყოთ, ესე იგი რა ხდება? ლიმპი მივიღეთ small blind-დან, ისევ ტრიმაქსია და ვაკეთეთ იზოლირებას. პირველ რიგში ამ იზოლირებაზე მინდა გავაკეთო.
ანუ complete წამოვიდა small blind-დან, ოპონენტი წესი და რიგით უნდა იყოს ფიში. და გავაკეთეთ იზოლირება სხვადასხვა ფერის 6-იან 7-იანით. ეს არის ის სიტუაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დაგვეჩეკა და ფლოპი გვენახა და ვფიქრობ, რომ ეგ ვარიანტი იქნებოდა უფრო მისაღები. რატო? იმიტომ რომ ლიმპის რეინჯი ბევრად უფრო ძლიერი იქნებოდა ვიდრე ჩვენი 6-იან 7-იანი. კი, გასაგებია რომ პოზიცია გვაქვს ოპონენტზე, მაგრამ სხვადასხვა ფერის 6-იან 7-იანი საკმაოდ სუსტი ხელია იზოლირებისთვის, მით უმეტეს ესეთი საიზინგით, მით უმეტეს ესეთი პოტის გაბერვისთვის და ვფიქრობ, რომ ოპონენტის რეინჯი არის ძალიან ბევრი ხელი, რომლის წინააღმდეგაც დომინაციის ქვეშ ხდება 6-იან 7-იანი, რავი, დაწყებული თუ 7-იანი თუ 6-იანი და რავი, ნებისმიერი 6-იანი, ნებისმიერი 7-იანი, რომელიც რო ძლიერია. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჯობდა უბრალოდ ჩეკი და პატარა პოტში ოპონენტთან უფასოდ თამაში. ვიდრე დავუშვათ ესეთი რეიზი გაკეთება. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. აქაც არის კიდე ფაქტორები, დინამიკა და მთელი ამბები, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არის მაინც. ანუ fold-equity რო ყოფილიყო, დავუშვათ აი ოპონენტთან რო ქონდა რაღაცა ინფორმაცია, რომ დავუშვათ limp fold-ი ქონდა ძალიან მაღალი, ხო, ძალიან ბევრს limp-ავს და მე ყრის. აი მაგ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა შეიძლება და რეიზი. შემდეგ ვაგრძელებთ თამაშს. სიბეთი. ეხლა ფლოპზე გაჩოტი დავიჭირეთ. სიბეთი, ნუ ეს აბსოლუტურად სტანდარტული სიტუაციაა. მივიღეთ კოლი. მეორე გაჩოტი დავიჭირეთ და overbet-ი. ეს გათამაშების ხაზია, ეხლა გათამაშების ხაზაც აჩვენებს ჩვენი გმირი. ჰიროს ეძახით ხოლმე რა, ანუ როცა ესე დარიგებს ვარჩევთ, ანუ ვისი მხრიდანაც თამაშობთ, იმათ ვეძახით ხოლმე ჰიროს და გმირი მე განმოთავე ქართულად რა. რა, ესე იგი, რა საიზინგითაც აკეთებს ეხლა აქსიბეთს ამაზე ვამბობდი. ეს გათამაშების ხაზი რომ რაღაცა ფლოპზე გავიდე. დავუშვათ, ეხლა ნახევარი პოტი გავიდა წეგან ფლოპზე. და ეხლა გადის overbets. კი, ძალიან ეფექტური გათამაშების ხაზია, მაგრამ ისეთ ოპონენტთან, რომლებთანაც მნიშვნელობა აქვს პოტოცებს რა. ისეთი მოთამაშე, რომელიც პოტოცებს ითვლის, ანუ overbets-ზე უფრო დაყრის, ვიდრე დავუშვათ 3/4-ზე. ხა ეს მოთამაშე რამდენად არის ეგეთი, ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია კიდე რომ როცა დავუშვათ აი ესეთი გათამაშების ხაზს ვაკეთებთ, ხო? მაშინ ჯობია რომ ფლოპზე ბანკი ძალიან არ გავბეროთ რა. თუ მაგალითად მე ვაპირებ გაძლიერების შემთხვევაში რომ რაღაც overbet-ი, ანუ ჩავაჭირო რა და ვიბლეფო ხო თერნზე. მაშინ ჩემი ინტერესია რომ ფლოპზე ბანკი ძალიან არ გავბერო და მაგალითად ფლოპზე გავსულიყავი 1/3 და მე გავსულიყავი overbet-ი, ოღონდ overbet-ი ესეთი ამხელა overbet-ი კი არა, სადაც დაახლოებით 150% რა. სადაც 25 დავუშვათ, კიდევ უფრო პატარა პოტი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები ფსონის გასვლა მომიწევდა. დაახლოებით აი ესეთი ლოგიკაა ჩემს და ამ გათამაშების ხაზში, მაგრამ ისე უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ანუ ოპონენტი უნდა იყოს დამყრელი რა, უნდა უყურებდეს მეტნაკლებად პოტოცებს და მეტნაკლებად უნდა ერკვევოდეს თამაში, რომ ესეთი გათამაშების ხაზი წაიკითხოს, იმიტომ რომ როცა ფიშზე თამაშები, იმას ფლეშ დრო თუ უჭირავს, ხო, შენ რაც კიდე გადი, ის დამყრელი არ არის და შენ კიდე ამ დროს ძალიან ძლიერი ხარ რა. ესე ძალიან სუსტი ხარ იმისაც, რომ პოტი ესე ძალიან გაბერო, მაგრამ ხო, მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ შეიძლება იქ იყო რაღაცა ინფორმაცია და აქედან ცოტა სხვანაირად ჩანს ოპონენტი შეიძლება ისეთი აზრად როგორცაც მე აღწერდი, ანუ უყურებს და ითვლის პოტოცებს, მაგრამ ეს limp call-ი online-დან არ იყო სტანდარტული ქმედება მისი მხრიდან. ნუ ბევრი ფაქტორია, რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, მაგრამ მე ვაკუუმში ის არის, რასაც ვამბობ რა. მივიღეთ call-ი. ნუ ეხლა თერზე მივიღეთ street-ი და donk push. ხო, ნუ ეხლა ოპონენტი აშკარაა, რომ ოპონენტი მაინდა-მაინც ის არ არის რა. მაინდა-მაინც პროფესიონალი არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ თავისი გათამაშების ხაზიდან გამომდინარე. ნუ აქ ეხლა ჩვენ უკვე street-ი გვაქვს, გადავიხადეთ, რა თქმა უნდა. და იმედია იქითაც 6-იან 7-იანი არ იქნება. არა, იქ არის კაროლ 6-იანი. ნუ გასაგებია, ყველაფერი გასაგებია ოპონენტთან. მე სანამ დაიწყებოდა ეს დარიგება. ნანახი მქონდა უბრალოდ რატომაც აღარ მახსოვდა ჰენდი რა ეჭირა ოპონენტს. გასაგებია, რომ ეჭირა კაროლი 6-იანი, აი დომინაციის შესახებ ვამბობდი და აი კაკას აღმოჩნდით კიდევაც დომინაციის ქვეშ. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენც კარგად დამთავრდა, მაგრამ ნუ ხვდებით, რომ ეს არის დარიგება, რომელსაც უფრო ხშირად წავაგებთ, ვიდრე მოვიგებთ რა, იმიტომ რომ ის რუიანი იშვიათად მოვა ხოლმე. შესაბამისად, თავიდანვე ანუ პრეფლოპიდანვე პოტის გაბერვა ჩვენ არ გვაწყობდა რა. დაახლოებით ეს დარიგება რომ გვეთამაშა შემდეგნაირად რომ რაღაცა დაგვეჩეკა, მე რაღაც ფლოპზე დავუშვათ ოპონენტის ჩეკთან მიმართებაში გავსულიყავით რაღაც ორ ბლაინდიან პოტში 1/9 ბლაინდს
მივიღებდით call, turns-ზე რაღაც იმ check-checks გავაკეთებდით და river-ზე რაღაცას გადავახტევინებდით და საბოლოო ჯამში გათამაშდებოდა რაღაცა X blind-იანი პოტი სიტყვაზე რა. იმის გათვალისწინებით რომ ამ დარიგებას უბრალოდ წავაგებდით ჩემი აზრით ვიდრე მოვიგებდით X blind-იანი პოტის გათამაშება უფრო გვაწყობდა ვიდრე 200 blind-იანი პოტის რა. დაახლოებით აი ეგ არის ლოგიკა რა. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგ დარიგებას. შემდეგი დარიგება 24-იანი სხვადასხვა ფერის. small blind-დან 2.5 blind-ი. ხო, სწორად დავინახე ბოდიში. ხო, NLS-ია. ხო, small blind-დან მე მაინც რეკომენდაციას ვუწევ 3 დიდი blind-ის დარეიზებას. რომ მაინც ძალიან ხელსაყრელი პოტოცები რო არ მიცეთ ოპონენტს რომ მეტი fold equity იყოს, იმიტომ რომ small blind-ზე უპოზიციო თუ რჩებით რამდენადაც ვიცით. ერთი ბლაინდი დონქები საერთოდ როგორც წესია ძალიან სისუსტეზე მეტყოლებს ხოლმე შესაბამისად დარეიზება არ ღირს ესეთი მონსტრით. მე უკვე turn-ზე ისეთი ვარიანტია რომ turn-ზე თუ აღარ დავარეიზეთ, მაშინ როდესაც უნდა დავარეიზოთ, იმიტომ რომ უპოზიციო თუ არ river დაჭეკავ check-check-ით არ გინდა რომ გაატანო შესაბამისად, ნუ turn-ი უკვე ის მომენტია, როცა უნდა მივცეთ რეიზი. ცოტა უფრო დიდი საიზინგი შეიძლებოდა თავისუფლად, იმიტომ რომ მაინც 3 გული დევს, 1 გული რამე რო ქონდეს უკვე ოპონენტი ითამაშებს. მივიღეთ call-ი და reverse ოპონენტი დონქავს. აი რა შეიძლება აღარ მახსოვს რაღაცა არ მაქვს ნახი ეტყობა. ნუ ჩვენი მხრიდან ახლა აქ ოპონენტთან იმდენი ფლეშია პროსტა, რომ მე მგონი ფუშის გარდა არაფერს მოფიქრება არ შეიძლება. თუმცა ხანდახან იქნება ხოლმე ძალიან ესეთი სამწუხარო შემთხვევები, როცა ზრუიანებს გვანახებს ან შვიდიანებს ან რაღაც ეგეც. მაგრამ აქ street flash-იც გამოდის სხვათა შორის, ხანდახან შეიძლება street flash-ი გვანახოს 5-6-იანი. მოკლედ ეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ოპონენტს ეჭიროს რაღაცა კაროლ 5-იანი, კაროლ გულით და ჩორებად გადაიხადოს. ასე რომ ფუში მე მგონი აბსოლუტურად მისაღებია. და ოპონენტს უჭირავს. ვერ ნახეთ? ხო, აქ ზოგჯერ მე მგონი ვერ ნახულობთ ხოლმე ლიდერზე რა უჭირავს ოპონენტს, ასე რომ არა უშავს. თუ ჩემი პრობლემა იყო. არა, ვერ ნახეთ. მაკი. სხვათა შორის ეს ერთის ხრივ კარგია, რომ მაკები შეიძლება ბევრს არა აქ უკვე მოხსნეს, ბევრმა რომმა მაგალითად ამოიღო მაკები და რო დამაქავ, იქ მაგიდაზე კი დაიმაქება შენი კარტი და არავინ არ ნახავს, მაგრამ მე ვიდეო ისტორიას რო გახსნის მოთამაშე და ნახავს ვიდეო ისტორიაში უკვე შენი ხელი გაიხსნება შოუდაუნზე. და შოუდაუნზე ანუ საბოლოო დამაქვის უფლება ონლაინში ბევრ რუმში არ აქვს და მე რატომღაც გონია რომ ეგ არ არის სწორი. რავი ხა ვის როგორ ესმის პოკერის წესები ეგ არის. კი შოუდაუნია ერთის ხრივ, კი შოუდაუნია და შოუდაუნის იმისაა რომ უნდა გაიხსნას ხელი, მაგრამ თუ მე ვამბობ რომ წავაგე და დავმაქე, ეგ მაგალითად რეალურ პოკერში ყოველთვის ჩორებად შეიძლება რომ დავემაქა ხელი და გამიმეცა დილერისთვის. მაგალითად ეგეთი ერთ-ერთი ძალიან ისეთი ცნობილი შემთხვევა, როცა Phil Ivey WSOP-ის პრეტფინალკაზე რაღაც 10 კაცი თუ 12 კაცი იყვნენ დარჩენილი, სადაც ვინერი დამაქა რა. როგორი რაღაცა იყო რა, ტუზრიანით რაღაც ეგეთი ეჭირა. მოდი განახებთ თავში მაგ დარიგებას. აი მოკლედ მთლიან დარიგებას რო არ ვუყუროთ, აი ესეთი არის სიტუაცია, სადაც აივის უჭირავს რუიანები და ნანახი აქვს გაიხსნეს წინეს ხელი და აღარ ახსოვს რომ რუიან ყვავი ყავდა. რივერი მოდის, ანუ ოპონენტთან რაღაცა დინამიკა იყო, ითამაშეს რაღაცა. პოტია საკმაოდ არსებითი პოტია, 2 მილიონი ჩიპია, ნუ ეხლა მაგ მომენტში ბლაინდები რამდენია არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ არსებითი პოტია, მოკლედ. იყო რაღაც ფსონები, ქოლები და რივერზე მოდის ტუზი, ტუზყვავი, რამაც აივის გაუფლეშა, აივი მეს არ იცის და დაჩეკეს. I guess Ivy was worried about a higher spade flush. Smith shows his aces up. Ама დაჩვენა ტუზი და აივი Ivy mocks his flush. He just mucked his hand. He can't even win when he wins. Phil, you had a flush. 5 suited cards is a flush. You got to be kidding me. But Smith will ხო, აი კომენტატორიც
კარგად გადაავს მაგაზე რა. ანუ 5-1 ფერის კარტი არისო, 5-1 მასტის კარტი არისო, ფლეშიო რა. ხო, აი ესეთი რამე არის მაკი რა. ხო, ონლაინ პოკერში ესეთი რაღაცა არ შეიძლება, გასაგებია, იმიტომ რომ პროგრამა ცნობს მაგ ფლეშებს და რაღაცებს, მაგრამ აი ეს დამაკული ხელის ნახვა რეპლეიერში რომ შეიძლება, ეგ რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ ზოგიერთ რომში მოკლედ შეიძლება, ზოგიერთ რომში არ შეიძლება. მოდი გავაგრძელოთ ჩვენ დარიგებების თვალიერება. აქ უფრო ეპიკური დარიგებები ამ არხზე არის იმაში, ომაჰაში. ხა მე მაგ დარიგებებს არ უყურებ, მაგრამ იმიტომ რომ მე უბრალოდ ომაჰა არ ვიცი და საერთოდ რა ხდება, რა ტრიბეთი როგორი იქოლება რაღაცა, რა იაპონური ჯოკერი და რა ომაჰა ჩემთვის ერთი და იგივეა დაახლოებით. კაი, გავაგრძელოთ. შვიდიანები. სხვადასხვა ძალიან კარგად თამაშობს ონლაინიდან ტრიბეთით შვიდიანები. აქ ახლა ამ სიტუაციაში big blind-ზე რო რაღაცა საინტერესო მომენტი ყოფილიყო, შეიძლება და კოლით მიღება, რა თქმა უნდა, შვიდიანებიდან სეტოლიუზე, თუ მაგალითად big blind-ი შემოშობა გვენდობებოდა, მაგრამ big blind-ი ახლა იყო ძალიან პატარა სტეკით. შესაბამისად, მაგაზე ჩვენ არ ფიქრობდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციოდ კოლი არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რეგულარის წინააღმდეგ გამართლებული, შესაბამისად, არჩევანი იყო ტრიბეთსა და ფოლდ შორის და ტრიბეთი იყო უფრო ხელსაყრელი ვიდრე ფოლდი. ტრიბეთ მაგში რომ სეტი დაგეცემა ახლა მაგი საინც ასიამოვნოა ყოველთვის. ბოდიში მე გავაგრძელოთ დაახლოებით ხო, სიბეთი მივიღეთ კოლი. მეორე სიბეთზე მივიღეთ კოლი. და ნუ ფუში მივიღეთ კიდე ერთი კოლი. და მოვიგეთ. ხო, ახლა აქ გასაგები, ყველაფერი იყო სტანდარტულად. მოდი შევარჩიოთ კიდე რამე შევარჩიე მაშინ რამე დარიგებას. და კარგი, ნახოთ შემდეგი დარიგება. ესე იგი, პირველი პოზიციიდან მივიღეთ ოფერეიზი და მეორე პოზიციაზე ვაკეთებთ ტრიბეთს ცხრიან რუიანით. ხო, აქაც რაღაცა დინამიკის ამბავია, სავარაუდოდ, იმიტომ რომ აინდა მაინც ძალიან ლუზური ტრიბეთია, ძალიან ლუზური ტრიბეთია. შეიძლება, რატომაც არა, შეიძლება, მაგრამ ხო, საკმაოდ ლუზური ტრიბეთია რა. საერთოდ სტანდარტული გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში ფოლდი იქნებოდა. ის კი არა, რომც ოფერეიზი არ ყოფილიყო. ნუ არა, კატოფიდან, ხო, გასაგებია, კატოფიდან, ხო, შეიძლება ეს ეხა მივხვდი რომ ერთი სითაუჩია, ხო, ეს რაღაცნაირად ამართლებს კიდე ამ ტრიბეთს, მაგრამ ნუ მაინც საკმაოდ ისეთი აგრესიული ტრიბეთია, არასტანდარტული, საკმაოდ აგრესიული ტრიბეთია ცხრიანრუიანი. აი, უცხრიანი, უზრუიანი ერთი ფერის კი ბატონო, მაგრამ ხო, ერთი ფერის ცხრიანრუიანი. მაინც ის არის. ესე იგი, დაყარეს ამათმა, ხო? ხო, დაყარეს, მაგრამ ჰენდს მაინც აჩვენებს ეს და უცებ დამაბნია, ამან მეთქი ყველამ დაქოლა უცებ. მივიღეთ კოლი, მივიღეთ ცხრიანრუიანზე რა ფლოპით შეიძლება მიგვიღო საინტერესო ფლოპი მივიღეთ. ბოდიში. გავაკეთეთ, ანუ აგრესია გავაგრძელეთ. კიდე ერთი კოლი მივიღეთ, ცხრიანრუიანისთვის ხა ამაზე უკეთეს რას ვინატრებდით. გასაგებია ყველაფერი. თერნი პირდაპირ შეგვიძლია მე მგონი დავფუშოთ რა. პრინციპში აი ესეთი ფსონი მე აი ესეთ ფსონს ფუში მირჩევნია თერნზე, იმიტომ რომ იმიტომ რომ უკვე მივებით ბანკს რა ჩათვალე. ეხლა რომ ფუში მივიღოთ უკვე 20-ების მიხედვით დაქოლა მოგვიწევს. შესაბამისად ფუში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ალბათ უფრო ისეთი გადაწყვეტილება რა, გასაგები გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ fold equity-ის მაქსიმიზაციასაც მოვახერხებდით, რაც იდეაში ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობისაა და მეორე მხრივ თუ კოლისაც არ შეგვეშინდებოდა რა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერები ვართ რა. და შეიძლება რაღაცა მაგალითად ახლა აქ ფუშით, ნუ ცხრიანები, რუიანები დავაყრევინოთ, მეთქი შეიძლება ვიფიქრო, მაგრამ ცხრიანები და რუიანები ჩვენ გვიჭირავს, იდეაში ვბლოკავთ. მაგრამ ნუ რამე მაინც მოიძებნებოდა ალბათ ოპონენტთან, შეიძლება რაღაცა გაათრია რამე ტუს კაროლი, ტუს დამა რაღაცა. შეიძლება რამე ფლეშ დრო ქონდეს იქითაც ჩვეულებრივად, ან ჯიბის წყვილი ისე ვიმეორებ. აი მოიძებნება რაღაც ენდები ოპონენტთან, რასაც ალბათ ფუშით დავაყრევინებდით რა. კოლი. აქ ჩეკით გაიდანა. არა. აი ძალიან არასტანდარტული ფუში იყო ახლა რივერზე. და კოლი ხა უარესენიდან თუ მივიღეთ, წარმოვიდგენელია.
არა, ეს დარიგება ეხა აშკარა რომ რაღაცა ისეთ ინფორმაციას ანუ ასე ვთქვათ, ჰიროს რაღაც ისეთი ინფორმაცია ქონდა აქ რაც ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო რა. ანუ ოპონენტმა ეხა ფაქტიურად რითით დაქოლა რაღაც +5-იანი, +7-იანი რა, აზრი არა. და თან ოპონენტმა თან მოთამაშე იცოდა რომ დააქოლინებდა, იმიტომ რომ აქ რივერზე დაფუჭვას მაშინ წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ იქ ტუზკაროლებსა ტუზდამებსა რაღაც ეგეთებს გადავასწარი, შეგვიძლია დაგვეჩეკა. აშკარად ვაკუუმში ამ დარიგების განხილვა ძალიან ძნელი იყო. მაგრამ მე მგონი საკმარისად განვიხილეთ დარიგებები. დღეს აქ დავამთავროთ. უკვე გითხარით ის ამბავი რომ თუ დარიგებებს გამომიგზავნით და დაახლოებით ესეთი ფორმატით თუ გადაიღებთ ვიდეო ისტორიიდან დარიგებას და გამომიგზავნით დაახლოებით 5 დარიგება შეიძლება თუ დამიგროვდება ესეთი საინტერესო რომლის გარჩევაც შეიძლება ჩავწერ ესეთ მსგავს ვიდეოს. ვფიქრობ რომ ესეთი ფორმატია რომელიც სასარგებლოა ძალიან. კარგით, აქ დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მაგიდევთან.